Ahıska, მესხეთო sensin içimde yanan kor ateş. ჩემში მნათო ნაკვერჩხალო Sensin ezeli ve ebedi yurdum. ანთებულო ცეცხლო Kavuşma ümidiyle yaşadım bunca ჩემო gün. ძირძველო სამშობლო მარადიულო Ümitler ki benim yenilmez ordum. ამ წლების განმავლობაში ვცხოვრობ შენთან შეხვედრის იმედად Ahıska, მესხეთო sen talan olmuş Türk yurdunun მაქვს შემიუძლეველი ჯარის იმედიც gözlü yaşlı maralısın. თურქული მიწის ყველაზე გაძარცვულო Evladından ნაწილი ayrı düşmüş როგორც ნუქრს გაშორებულო gibi თვალწმლიანო ირემო Ahıska, მესხეთო yitirme ümidini. იმედი არ Bir დაგა gün de olsa დღე დადგება gelecek senin de altın çağların. ოქროს ხანაც მოვა შენი Bekle evlatlarını derviş sabrıyla. დაელოდე შვილებს თავდადებული მუდმივ Yeşersin ümidi ulu dağların. დიდი Birleşince მთების იმედი tek bayrak ერთადერთი altında დროშის eller, და ხელთ aydınlanacak გაერთიანებით განათდება yurtların, სამშობლო ocakların კერიაში yanacak. კი დაინთება ცეცხლი სხვათა შორის ეს ლექსი არც მეტი არც ნაკლები ეკუთვნის აზერბაიჯანელ პოეტესას აც განსვენებულ განირა პაშაევას. ის მე ვიცნობდი მას თბილისშიც ბრძანდებოდა ერთხელ. ჟურნალისტი ქალბატონი იყო, მილი მეჯლისის წევრია აზერბაიჯანის და სწორედ აი ამ საერთაშორისო კომიტეტში იყო, საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტში და ასევე იყო აზერბაიჯანის მხრიდან ევროსაბჭოს დეპუტატი. ანუ აზერბაიჯანში ძალიან კარგად ესმით აი მესხეთელი თურქების საკითხი. და ერდოღანი ახლა ხო წარმოგიდგენიათ რამხელა კავშირებია თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომ თურქეთის პრეზიდენტი კითხულობს აზერბაიჯანელი პოეტესას ლექსს, რომელიც მიეძღვნა თურქმესხეთს.